მოგესალმებით, ქართლერ საქართველოს წარმოგიდგენთ 2016 წლის იპიტის მე-13 სეზონის ბარსელონას გაჩერებას და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, ჩემი აზრით, ეს არის 50,000 ევროიანი სუპერ ჰაიროლერი. ამ გადაცემას გაუძღვებით ქართლერ საქართველოს რედაქტორი ბაჩა მალაზონია და ჟურნალისტი ნიკა ესებოა. მოგესალმებით, როგორც ნიკამ აღნიშნა, ეს არის შარშანდელი იპიტის ჰაიროლერების ტურნირი და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის იპიტის ბოლო სეზონი. წლევანდელი წლიდან იპიტი შეიცვალა თავისი დასახელება და ეხლა იქ სტარტდება აწე როგორც Poker Stars Championship-ი თავისი სხვადასხვა ტურნირებით. ალბათ ის კვლავ იქნება ბარსელონაში და სხვა დიდ ქალაქებში, მაგრამ ჩვენ ეხლა უყურებთ ბოლო იპიტი ბარსელონას ჰაიროლერს. კი, ნამდვილად, რაც მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო იყო ამ ღონისძიებაზე იყო წააგებდა თუ არა ფედორ ჰოლცი, იმიტომ რომ კიდევ ერთ ფინალურ მაგიდას თამაშობდა და ვიცით კარგად, ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან და მაყურებლებმაც, რომ ფედორ ჰოლცს ქონა ფენომენალური სეზონი. კი, ადამიანმა მოიგო 16 მილიონზე მეტი ერთ წელში, რაც თავარია აქ არ არის საუბარი, როგორც დენ კოლმენმა ან ანტონიო ესფანდიარემ ერთ ღონისძიებაში. არა, მან 6 ჰაიროლერის ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა, უამრავი ფინალური მაგიდა ითამაშა და ეხლაც აი ამაზე საუბრობენ აქ სხვადასხვა მოთამაშეები, შეძლებენ თუ არა ჰოლცის დამარცხებას, რა არის საჭირო ჰოლცის მოსაგებად, ზოგი ამბობს რომ აი ძალიან იღბლიანი მოთამაშე არის, ზოგი ამბობს რომ აგერ შესაბამისად აღჩენათით. მარია ჰო, იქ დენიელ ბორესი იყო მანამდე თუ სწორად მახსოვს, ტიმოთი აიდბორესი, საუბრობენ იმაზე რომ ნუ საოცარ ფორმაშია და მაიკ მაკდონალდმა ისიც კითხვა რომ არ ამგონიაო ვინმე მაწი შეძლოსო და ესეთი ერთი სეზონი ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიცით რომ როგორც მინიმუმ ფედორ ჰოლცი არის ფინალურ მაგიდაზე და როგორც ჩვენ აღნიშნე ეს უკვე გამოწვევა ერთის მხრივ მისთვისაც კიდე ერთხელ დაამტკიცოს რა შეუძლია და ყველა იმ მოთამაშისთვის ვინც მის გარშემო, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული გასააზრებელიც კი არის წლის განმავლობაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება თან მიმდევრობით და კიდე ერთხელ მოხვედრა ფინალურ მაგიდაზე. ანუ მოიგო ჯერ არიაში ჰაიროლერების სერია, სადაც ბრაიან რასტიდან დაწყებული იქ ამერიკელი მოთამაშეების მთელი გუნდიზის და მაგისტვის არიან იქ რომ სულ ესეთი ღონისძიებები ითამაშონ და შემდეგ წამოხვიდე და ევროპაში თუ აზიაში ყველგან მოიგო, მაგრამ ყველგან ყველაფერი გერმანელმა ბიჭმა. აი ჩვენ ხედავთ მოთამაშეები, რომლებიც გამოვარდნენ, იქ იყო დენიელ ნეგრიანო, მანამდე იყო კიდე რამდენიმე ცნობილი მოთამაშე, აი ძალიან ცნობილი გათამაშება, რომელიც მოხდა ოფიციალურ ფინალური მაგიდა, როცა შედგა 9 მოთამაშიანი, ხედავთ ჯულიან სტუერმა, სემ გრინუდმა და ერიკ საიდელმა ოლინი გააკეთეს და ხანგან რომელიც ზის ახლა ფინალურ მაგიდასთან ჩიპინერი იყო. აზერბაიჯანელი მოყვარული მოთამაშე. გააკეთა ტუს 5-იანით ქოლი, ნუ აბსურდული ქოლი, ძალიან იშვიათად ნახავდა ესეთ ქოლს. აღსანიშნავია ის, რომ ახატპურ ხანგახი ეს მოთამაშე გახლავთ ერთადერთი მოყვარული ფინალურ მაგიდასთან. დანარჩენი 7 მოთამაშე, 6 მოთამაშე უბრალოდ არის პროფესიონალი უძლიერესი თავის საქმეში. აქ სტუერი და სეიდელი ახალგაზრდა თაობის და ერთ-ერთი ცნობილი ვეტერანი თუ შეიძლება ითქვას ერიკ საიდელი, რომელმაც დატოვა ამ გათამაშების შემდეგ. ეს გათამაშება ჩვენ ცალკეც ჰქონდა დადებული card player-ზე და რამოდენიმეჯერ მიმოვიხილეთ, როგორც ძალიან საინტერესო და ესეთი ცოტა არ იყოს და ძალიან კონტროვერსიული გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელი მოთამაშისგან. ეხლა გავიცნოთ ფინალური მაგიდის მონაწილეები, ჩიპ ლიდერი ტიმოთი ადამსი, ძალიან ცნობილი ჰაიროლერი, რომელიც პირველად ნამდვილად დარჩის იპიტის ფინალურ მაგიდასთან, თუმცა არასდროს არ მოუგია ჰაიროლერ ღონისძიება. არის აი ჩვენ ხედავთ მე-10 სეზონი იპიტის ლონდონი, სადაც ის ფინალურ მაგიდასთან იჯდა, კიდე იყო ერთ-ერთი იპიტი და ეხლა კარგი შანსი აქვს, იმიტომ რომ ჩიპ ლიდერი გახლავთ 7 მილიონ 600,000 ჩიპით არის მაგიდასთან. სემ გრინუდი, ასევე კანადელი, ხო? ასევე კანადელი მოთამაშე 5 მილიონ 435,000 ჩიპით, რომელიც იმ ცნობილ გათამაშებაში 2 წუთის წინ ვნახეთ, გამარჯვებული სწორედ ის გამოვიდა, როდესაც მისი მეფეები პირველ ადგილზე დარჩა. მასაც არ მოუგია. იყო ყველაზე ძლიერი ხელი და ისე გავიდა ბოლომდე გათამაშება, რომ შეინარჩუნა თავისი ლიდერობა. ჩვენც მიერ უკვე ნახსენები ფედორ ჰოლცი, რომელიც ამბობს, მე არანაირი ჯადოქრობა არ მაქვს, უბრალოდ რაც უფრო დიდხანს თამაშობ, გამოცდილებასთან ერთად უკეთესად ხვეთს თამაშო, ასე ვთქვათ. სილვიან ლუზლი, რომელიც ფრანგი მოთამაშე გახლავთ და რაც თავარია ის გახლავთ გასული იპიტი ბარსელონას ჰაიროლერის გამარჯვებული. და კიდე ერთხელ ესეც საკმაოდ წარმატებაა, მეორეჯერ მოხდა საფინალო მაგიდასთან. სილვიანსაც ნახოთ შეძლებს თუ არა და შევა იპიტის ისტორიაში, იმით რომ ზედიზედ ორჯერ ერთი და იგივე ჰაიროლერს მოიგებს. ეს აქამდე არავის არ გაუკეთებია. ბერძენი მოთამაშე ალექსანდროს კოლონიასი, რომელიც ასევე იპიტის რეგულარია ხოლმე, თუმცა მასაც არასოდეს არ მოუგია
high roller ღონისძიება, თუმცა ნახოთ შეძლებს თუ არა ის ამას, აი grand final-ში heads up-ი წააგო მან 18 სეზონს, კი. აი ასევე ერთადერთი მოყვარული ახატპურ ხანგახი აზერბაიჯანელი მოთამაშე, რომელსაც ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომ chip leader-ი ყოფილიყო ფინალური მაგიდის დაწყების წინ, თუმცა ის უზი რომ მოსულიყო. ან ყვავის ფლეში რო დახურულიყო, თელზე საფლეშე ყავდა და ყველაზე პატარა სტეკით გახლავთ დენიელ დუორესი, კიდევ ერთი კანადელი მოთამაშე, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანადიდან. ოღონდ სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე რომ აი ესეთ ფინალურ მაგიდაზე ყოველთვის შორტსტეკია ხოლმე და არ გვეცნელება საშუალება ბევრი მისი თამაში ნახოთ. თუმცა ვიდეოები დევს. ჩამოთვალე არც ერთი ამერიკელი არ არის მაგიდასთან? არა, ვერც ერთი ვერ მოხდა. ყველანი ბევრად ადრე გამოვარდნენ. ის ზუსტად არ მახსოვს რომ მოგატყო, ასევე იყვნენ თუ არა დიდი რაოდენობით წარმოდგენილი. რა თქმა უნდა იქნებოდა რამდენიმე ცნობილი ამერიკელი, თუმცა დიდი რაოდენობით იყვნენ თუ არა. აი პირველი ხელიც ჰოლცი პოზიციიდან +1 კი. ჰოლცი გაკეთებს გამხსნელ რეისს, ტიმოთი ადამსი ყრის. იგივე საკეთებს ბერძენი მოთამაშეც, გრინვუდიც. და დიდი ბლაინდის პოზიციაზე ხანგახი ტუზ-10-იანით ვალდებულიც არის რომ დაიცვას საკუთარი ბლაინდი. თან ესეთი აქტიური მოთამაშის წინააღმდეგ, როგორც ფედორ ჰოლცია, სულაც არ არის ცუდი ხელი. და ძალიან საინტერესო ფლოპი, რომელიც ორივე მოთამაშისთვის არის ერთისთვის ნაც ფლეშ დრო, ხოლო მეორესთვის უბრალოდ ფლეშ დრო. ნახოთ როგორ გაათამაშებს ჰოლცი. ჯობდა არ დაიცვა ხანგას თავისი ბლაინდი მემბონი. რა თქმა უნდა, სტანდარტული გაგრძელებითი ბეტი ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური და აბსოლუტურად ლოგიკური კოლი. აი ფლეში დაიხურა, თან ქალი დაიხურა. სულ არ მინდა ეხლა ხანგანის ადგილას ყოფნა, როდესაც სულ რაღაც სამი კარტი აშორებს მას ნაც ფლეშისთან მარცხისგან ოღონდ. მარცხისგან ხო, მარცხისგან აი კიდევ უარესი ვალეტი. გაჩეკა თქვენ ნახეთ რომ გაჩეკა ტერზე ჰოლცმა ჩეკი მიიღო და ეხლა რივერზე 4 პაუნდა ის გააკეთებს. საინტერესო რა ხელა მოცულობის ბეტს გააკეთებს. ფიქრობ ალბათ ხო, აი დაახლოებით all-in სიტუაციაში ჩააყენა. მან ბანკზე დიდი ბეტი გააკეთა, რაც ერთის მხრივ მხოლოდ ერთადერთი მიზანია. ანუ მე ბლეფობ და მინდა აი ესეთი ბორდის წაღება. ხო, აქ გაყოფაში იხდის, ხო, ხანგახი სხვა არაფერში. არა, რატო იხდის გაყოფა უკაცრავად 10-იან? არაფერი, კი, ბორდზე. და შენო ტუზი ყავსო და მე სხვა დროს დაველოდებიო. ოჩახ, ესეთი სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღო მას იმ გათამაშებაში, როდესაც 4 ადამიანის წყულს უპასუხა, შეიძლებოდა ეხლა ჩიპ ლიდერი ყოფილიყო. ძალიან ზედმეტად გემბლერული თამაში იყო. ლოგიკას მოკლებული, მაგრამ რა ვქნათ, ამიტომაც არის ალბათ ის მოყვარული. კი. თუმცა წარმატებას უკვე მიაღწია რომ ფინალურ მაგიდასთან არის და აღიარა ხო ფლეში მყავდა და 10-იანი გულითო. მე ბორდი მყავდაო, თავიდან ჰოლცმა თქვა, მაგრამ არ ამგონია რომ ეხა ხდება ძალიან კარგად მისი მოწინააღმდეგესო ტუზიან მეფე ყავდა მას და სწორადაც დაყარა კარტი. ნახოთ აქ რა ხდება პირველ ადგილზე, ხო, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პირველ ადგილოსანი მიიღებს 1,300,000 ევროს, მეორე ადგილოსანი 900,000 ევროზე სუცოტათი მეც. და შენ უკვე აღნიშნე რომ არის 50,000-იანი ბაინის ღონისძიება. ტურნირი. ნახოთ აქ რა ხდება, ტიმოთი ადამს ხედავთ, რომელიც ჩიპ ლიდერია ჯერ კიდევ. საინტერესო მოთამაშე კანადელი სემ გრინვუდი. არ ვიცი რამდენად ნაცნობია თქვენთვის თუ არა, მაგრამ საკმაოდ წარმატებული მოთამაშე, მეფე 9-იანი ჯვრით ის აკეთებს +1 პოზიციიდან. რეის, ნახოთ. მე მგონი კანადელების ჯახს ვნახავთ. ტიმოთი ადამსი დიდ ბლაინდზე არის და აშკარად დაიცავს, რადგან ამ ხელს გვაჩვენებენ. 7-იანი აგურით. ჩიპ ლიდერისთვის თავსებით მისაღები არის ახლა ასეთ თამაში. როგორც თქვა, ფლოპის ნახვა ამ შემთხვევაში გამართლებული. მოედო კიდევაც ფლოპს, თავის 7-იანი გააწყვილა. კარგად, მაგრამ რა დიაპაზონით უნდა დაეწყო გრინვუდს თამაში. საინტერესოა, ხო, ალბათ მას შეეძლო დაეწყო ასევე თამაში ნებისმიერი საშუალო წვილით, იგივე თქვა, არის 8-იანებით, 9-იანებით. კი. ითუმეტეს პოზიცია +1 პოზიციიდან. ხო, და თუ თქვა, მას ყავს უბრალოდ 2 მაღალი, ის მაინც გააკეთებდა ასეთ ბორდზე, ასე თქვა, გაგრძელებით ბეტს. ეხლა უკვე მას ფლეშ დრო გამოუჩდა 5-იანი ჯვრის მერე. არ ჩერდება გრინვუდი, აგრძელებს, თუმცა ჩვენ ხედავთ რომ ადამსი კვლავ წინ არის.
უბრალოდ უფრო და უფრო მძიმე სიტუაციაში აყენებს გრინვუდი ამ ყველაფრით ადამს, იმიტომ რომ 7-იანი მართალია ტოპ წყვილია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით როგორი ტოპ წყვილია ამ შემთხვევაში, გამომდინარე გრინვუდის ისევ და ისევ საწყისი რეიზიდან. ხო, იმიტომ რომ თუ თქვა ადამსმა ჩათვალა რომ გახსნა აქ იყო თუნდაც მაღალი წყვილი რომელიმე, როგორც მე ვთქვი, საშუალო სიცილი არის. და ისე შეფუთა გრინვუდმა თავისი ხელი, რომ აი ხო ბოლოს სიდიდეს ნახევარი ბანკი იყო 500,000 გავიდა. ეთყობა იფიქრა რომ სხვა დროს დაელოდება ადამსი ყოველ შემთხვევაში ახლა გაცლა ამჯობინა. კი გრინვუდმა ძალიან კარგად გაათამაშა თავისი ხელი. ნახოთ შემდეგ გათამაშებას დაველოდოთ. აქ მნიშვნელოვანი ბანკი მოიგო გრინვუდმა და თავისი მეორე ადგილი ჩიპ ლიდერს კი უკაცრავად მეორე ადგილი ჩიპების რაოდენობით გაიმყარა. აი UTG-დან საწყისი პოზიციიდან კიდევ ერთ რეისზე დაახლოებით იგივე დიაპაზონი შეიძლება სკლანად ყოლოდა წინა ხელშიც, ამიტომ გრინვუდის რეიზი და დორესი რომელიც შორტსტეკი იყო. ნუ идеალური კარტი მოვიდა შორტსტეკისთვის რუიანები. ხო, თუ თქვა კონფლიქტის ფიქრობს ალბათ რაღაცა მაღალ კარტთან. მაგრამ არ გაუმართლა. რა თქმა უნდა, უპასუხებს 10-იანები რუიანების წინააღმდეგ და უკარგესი შანსი სემ გრინვუდს, რომ თავის სტეკს კიდე შემატოს მილიონ სადაც 200,000. ნახოთ რაიმე დროს შანსი თუ უჩნდება. ხო, ერთადერთი 10-იანი, რომელიც ნაკლებად სავარაუდო ხდება თავისთავად, იმიტომ რომ უკვე 2-10-იანი მაგიდასია გამოსული. სხვა დრო აქ აგურის და გულიც გრინვუდს ისედაც მაღალი ყავდა ორივე ფერში. ნახოთ რა მოხდება. 2 აუტის ამარაა ჯერჯერობით დენიელ დუორესი და ესეც რჩება 2 აუტია მხოლოდ. ერთი კანადელით ნაკლები დაგვრჩება, როგორც წესი მიჩვეული ვარ იმას იპიტიზე, ჰაიროლერებს როცა უყურებთ, რომ გერმანელების გუნდი არიან ყოველთვის ფინალურ მაგიდასთან, მაგრამ ეხლა უფრო მეტი კანადელი არის. თუმცა ერთი ძალიან მაგარი გერმანელი ბიჭი. კი, მთავარი ძალა, დამწყმელი ძალა მაინც გერმანელი აქვს. ჯერჯერობით დენიელ დუორესი გავარდა, სემ გრინვუდი კი ალბათ ამ გათამაშების შემდეგ ჩიპ ლიდერი გახდებოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გახდა კიდევაც 8,75,000 ჩიპი აქვს ახლა მას. ტიმოთი ადამს გადაასწრო, როგორც ჩანს. სხვადასხვა მისი ძმა, ასევე პოკერის მოთამაშეა, ნაკლებად ცნობილია, უბრალოდ ეხლა იმიტომ გამახსენდა, რომ წლის დასაწყისში ჰაიროლერი იყო ამ პოკერსტარს ჩემპიონშიპის პირველ ჰაიროლერზე ბაჰამაზე, მისმა ძმა მოიგო. 2017-ზე ამბობ. კი, ეხლა იანვარში თუ თებერვალში მისმა ძმა მოიგო ერთ-ერთი ჰაიროლერი. აი დუორესი გავარდა, თამაში დაგვრჩა 6 მოთამაშე. ნახოთ ვინ შეძლებს 1,300,000-ის მოგებას. როგორც გითხარით, რამდენიმე ჩელენჯი არის, ასე ვთქვათ, შეძლებს თუ არა გაიმეოროს წინა შარშანდელი გამოგება და შეძლებს თუ არა ხორცი. რატომღაც? თუმცა აღმოჩნდა რომ ესე მოკლე ჩართვით გვაჩვენეს როგორ დაემშვიდობა ლუზლი გათამაშებას, ხორცმა გამოაგდო. კი, ძალიან უცნაური არის, უბრალოდ ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც ისე გვაჩვენეს თითქოს დიდი არაფერი არ არის. ჩვენიერი შედეგია ლუზლისთვის 293,000-ზე ცოტა მეტი მოიგო, წინა წელს ჩემპიონი გახდა. ეს არის კაი პოკერი, ეს არის მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ. აგერ ვხედავ ჩიპ ლიდერ სემ გრინვუდს 79 დიდი ბლაინდი, ახლოს ადამსი 77, ჰოლცი 57 დიდი ბლაინდი. და მე ორი ესეთი ნაუკვე მართლა შორტსტეკი, 5 მოთამაშე დარჩა 50,000, 100,000 ბლაინდები და აი ახლა არის უკვე თამაში, სადაც გამოჩნდება ჰოლცი არის თუ არა მოკვდავი. იმიტომ რომ 2016 წელი მართლაც ისეთი ქონა მეგობრებო, რომ ყველასთან და ყველაფერთან უმართლებდა კიდევაც, კარგადაც თამაშობდა, ყველაფერი იყო იდეალურად ჰოლცისთვის. კოლონიასი ხო, რას ამბობდი? აი იმას ვამბობდი უბრალოდ, რომ ძალიან ბევრი ვიდეო არის ფედორ ჰოლცის, სადაც ქვემოწერენ, რომ ამაზე იღბლიანი მოთამაშე არ მინახავსო და ვისაც მხოლოდ მაგ ვიდეოებით მსჯელობა ისეთი არ არის სწორი იმის გამო, რომ უნდა ნახოთ თლიანი ხელი, თლიანი ტურნირის დინამიკაში როგორ ვითარდებოდა და როგორ თამაშობს. გეთანხმები? საოცარ ფოლდებს აკეთებს, წარმოუდგენელ ფოლდებს აკეთებს, როცა საჭიროა ადამიანი, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი მოთამაშეა მართლა. ნახოთ აქ რა ხდება, 9-რუიანი და კოლონიასმა გააკეთა რეიზი თავის საწყისი პოზიციიდან 9-რუიანით პასუხობს ჰოლცი. არ ვიცი, რამდენად სავარაუდოა რომ ვთქვათ ტუზი ყავდეს, თუმცა შანსი რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს. ასე აგზელებს კოლონიასი. პირველ ცდაზე ყოველ შემთხვევაში ფლოპის შემდეგ ჰოლცი ახლა უკვე მესამე ყვავი ჩდება. რამაც კოლონიას ხელის კარდს უკვე რაღაცა თავისი სერიოზული ეკვიტი და ფასი შეძინა. ნაც საფლეშე გახდა ახლა ფაქტობრივად. გააჩნია. რამდენად ძლიერია ახლა მხოლოდ 8-იანით ჰოლცი და რა ბედს გააკეთებს 400,000.
და ნახევარ ბანკზე ცოტათი ნაკლები. არ არის მარტივი დასახოლი, მით უმეტეს დახურული ფლეშის, აი და ხო, გაგზელებას მე რაშვები რივერზე, თუნდაც ხო არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა კიდე ერთ ბედზე თუნდაც აი ესეთი გამიტანები. ხო კარგად უყურებს სტეკი რამხელა აქ ეხა მილიონ რაღაციანი ბანკი უკვე იყო და 2 მილიონ 600,000 აქ თავისუფლად შეიძლება გაფუშოს და რით ეხა რუიანი კოლს ვარ გააკეთებ მე მან უკვე აღარ არსებობს კოლი. ხო რატო გააძლიეროს ყველა? რა თქმა უნდა. თაღარა რა თქმა უნდა პროცენტულად არასწორი ფოლდი იყო ასე ვთქვა, თუმცა გასაგებია რატომაც გააკეთა ეს ფოლდი ჰოლცმა და ალბათ აბსოლუტურად უმეტესობა კარგი მოთამაშეებისა, რასაც ჩარქები ქვა, ესე მოიქცეოდა კიდევაც. პატარა ბლაინდის პოზიციიდან გრინვუდი აკეთებს ბოლინს. ხო, ნუ ძალიან მცირე სტეკი ქონა ხანგას შვენიერი კარტი ყავს იმისთვის, რომ თქვა ეპასუხა მის მდგომარეობაში მყოფი მოთამაშისთვის ძალიან კარგი კარტია მეფე ვალეტი და ის უკან იყო, ასე თქვა ფლოპამდე, თუმცა ეხლა უკვე 3 ჯვარის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი არის ვალეტი, რომელიც უმაღლეს წყვილს უკეთებს. ო ნუ ვალეტი ჯურებიც არაფერს არ აძლევს აქ გრინვუდს და მხოლოდ უზები ჭირდება. აი ძმა ეხა გამოჩნდა გრინვუდის აი იქ და ზუსტად ეს არის გვანან ერთმანეთს. აი ტუზიც ძმა და ტუზი. ერთად. 9 ახლა მას უკვე სტრიტის შანსი თუ ჩდება და ნახოთ გადარჩება თუ არა. ნახოთ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი მიღწევა, როდესაც მოყვარული მოთამაშე ახერხებს იმას რომ ფინალურ მაგიდაზე აი ესეთი დონის მოთამაშეებთან და პოზიტიური ადამიანი ბოლომდე ესე ვთქვათ სიამოვნება მიიღო, ითამაშა ეს პოკერი როგორც მას ალბათ მაქსიმალურად შეეძლო და მიიღო მართლაც შვენიერი შედეგი. ერთი ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა უბრალოდ დაანჩენი სტანდარტულად როგორც ხდება პოკერში. რაც შევნახეთ. კი. იქიდან გამომდინარე გეთახმები. ეხლა უკვე დარჩა 4 მოთამაშე და ვთქვათ აშკარად გამოკვეთილი ლიდერებიც არიან და არის გრინვუდს ძალიან ბევრი ჩიპი აქვს ამ მომენტისთვის და ძალიან კარგი შანსი იმისთვის რომ იპიტის ჰაიროლერის პირველი ტიტული მოიგოს. ნუ გრინვუდს ტიტული შეიძლება არ ქონდეს ჰაიროლერის სამაგიეროდ 4 მილიონი აქვს ცოცხალ ტურნირებში მოგებული. 4 მილიონზე მეტი აქვს უკაცრავად 4 მილიონ 400,000 დაახლოებით იგივე რაოდენობით ფული აქვს მოგებული ტიმოთი ადამს. ნუ ფედორ ჰოლცს ბევრად მეტი აქვს მოგებული მარტო წელს როგორც ვთქვით 16 მილიონი, ისე კი 20 მილიონს აცდა და უკვე ცოცხალ ტურნირებში მისი მიღწევა, მისი შედეგები. ნუ აგერ გრინვუდი საუბრობს რას ნიშნავს მისთვის ფინალურ მაგიდაზე თამაში, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ იქნებ შეძლოს და ეხლა მაინც მოიგოს, იმიტომ რომ ბევრჯერ მოხდა ისე, რომ მე-6 მე-7 ადგილებზე გავედიო და იქნება აი ეხლა მაინც გამიმართლოსო, გამართლებასთან ერთად კარგი თამაშიც იქნება საჭირო და არც ისე სუსტ მეტოქეებთან ასთავარია. ჩანს რომ უყურებ რომ მთლიანად არის მოსილი ამ პოკერით და არის შეყვარებული ამ თამაში, არის პოზიტიურად განწყობილი. ეს ყოველთვის კარგია ხოლმე, როცა მაგიდასთან დადებითი პერსონა არის გრინვუდი, მაგიდასთან გარემო იქნება. კი, რაღაც ისეთი აი ხო სწორედ სემის თვალით შევხედავთ შემდეგ გათამაშებას, ჩვენ ნახავთ კარტს, რაც ეყოლება სემ გრინვუდს. ის რასაც შოუდაუნში ჩვენი მოწვეული სტუმრები აკეთებენ, როდესაც ცდილობენ მეტოქის ხელის გამოსტავას. მასთან ერთად შევეცდებით, მინ იქნება გააჩნია მისი მოწინააღმდეგე. ჰოლცი არის ერთი პოზიციიდან, მე მგონი, ეს უეჭველია, რადგან დაფარულია მისი ხელი. ნახოთ იქნება თუ არა კიდე ბლაინდი რომელიმე გრინვუდმა კრეიზი გააკეთა რუიანებით. ჰოლცი პასუხობს ბატონის პოზიციიდან და ეხლა ნახოთ რას იზავს ორი ბლაინდი. ნუ ადამსის ხელიც დაფარულია, რაც ნიშნავს რომ ასევე ადამსის თამაში იქნება, კიდე ერთი კოლი და კოლონიასი არა, კოლონიასმა არ მინდა ძალიან ცუდი ხელი ყავდა, ანუ გაეცალა. ხო, რო აი ესე კი. ო, გრინვუდისთვის ძალიან საინტერესო, მას სიძლიერით მეორე წვილი ყავს და ასევე გაჩოტი. მაგრამ რა ყავს ადამს და ხოლმე ჩვენ ეს არ ვიცით. აქ გრინვუდმა ინიციატივა დაუთმო ჰოლცს და ადამს ჩეკი იყო უბრალოდ ჰოლცს დაუთმო რომელმაც კი ჰოლცმა ბეტს გამოვიდა ამოწმებს ალბათ ერთგვარად აი ადამსის სამიანები დაიყარა კიდევაც გრინვუდი რუიანები აქ არსად არ წავა კოლი გააკეთა გრინვუდმა უბრალოდ ჯერ კიდე ფიქრობს შესაძლოა და კოლა კი ნახოთ აბა რა ხდება თემზე 6-იანი რომელიც პოტენციურ ყვავის ფლეშის ბექდორის შანსები გააჩინა უკვე ახლა უკვე სულ დრო არის
ნახოთ რა სიზავს ხოლმე გააგზელებს თუ არა საკუთარ აგრესიას. საინტერესო რა კარტით თამაშობს. ჩეკი ითამაშა. და ხალი ხა არ მგონია ხალს რამე შეეცვალა. ჩეკიდან ჰოლცი აქ აღარ გაჩეკავს, რა თქმა უნდა, არ მგონია რომ აღარ გაჩეკავს რითი როგორ გონია. ხელის წვილით? არა, უფრო ბლეფი მგონია, რომელიც ტუზ რაღაცა, რომელიც აცდა ყველაფერს. და რამ ხელა ბეტი გააკეთა? 975,000. მესამედი. მესამედი არ ფაქტურად ნახევარზე ცოტა ნაკლები, ხო? ველიუ კლასიკური ისეთი ველიუ ბეტი. რა საინტერესო ჭურჭელიდან სვამს. გრინუდი. ხო, რუიანებისთვის არ არის იოლი საპასუხო გაწყვილებულ ბორდზე. ჩვენ არ ვიცით მართლაც ახლა ხოლცის ხელი. საინტერესოა. ამ დროს ყოველ საინტერესო წარმოიდგინე შენ რაც გააკეთებდი. ძალიან დიდი ხანი უყურებს 7-იანი არ ამგონია, რა თქმა უნდა, პოზიციიდან ქოლი იყო. ხო, მაგრამ უკვე რა ვიცი, 7-იანი თქო შეეძლო თამაში ხოლმე. კი, უბრალოდ მგონია რომ ჩეკბექს გააკეთებდა. ჩეკბექი იქნებოდა. დაყარა გრინუდმა და ნახოთ ჰოლცი რა იყო. შენი ოფცია გამართლდა. მეფე რუიანი ხო უფრო ორივე მაღალ კარს ველოდი რო არ მოვიტყო. აი რო არ დაეთმოთ ეხა ჰოლცისთვის აქ ინიციატივა. უბრალოდ ჰოლცს დაუთმეს ინიციატივა და აქედან გამომდინარე მოხდა ის Kings-ი არის სხვათა შორის ჰოლცის სპონსორი, რაც როზვადოვში ქართველი მოთამაშეები სწორედ Kings კაზინოში თამაშობდნენ და ჰოლცის მათი სახეა, ასე ვთქვათ, ასევე ინახება მისი სამაჯურით სოპის მოგებული იქ. და შენ იყავი მე მგონი როზვადოვში და იქიდან მიყავდა. გახდით, კი. აბა კრახტება მეფეები კოლონიასის და ტიმოთი ადამსის ტუზ 8-იანი. რა თქმა უნდა ოლინია ალბათ. მცირე სტეკია კოლონიასი 2 მილიონით ოლინს აკეთებს. გრინუდს რა ყავს, აქ საინტერესო არაფერი საინტერესო არ ყოლია. აი საინტერესო არის დიდი ბლაინდის პოზიციაზე 2-9-იანი ამ დროს. თავადაც ოლინს აკეთებს და ნუ ადამსი რა თქმა უნდა ხა ტუზრიანით გამოაკლდება. ხანგახი არ არის რა ტუზრიანი. ხო, ნუ იდეაში ახლა კოლონიასთვის ეს არის იდეალური ვარიანტი გავარმაგებისთვის. 91-ზე შანსები პროცენტულად. ხო, აქაც კოლონიასი იგივე ფერის მეფეები ყავს, რაც 9-იანები და რა თქმა უნდა 9-იანი ამოვიდა. რა თქმა უნდა ასე ფათ ვერ მოიგებ ყველა ტურნირს ხანდახან. ხო, ხშირად უნდა გაგიმართლოს. ხოლმე, უნდა გაგიმართლოს ხანდახან, გაუმართლა კიდევაც ახლა აქ ჰოლცს და ფლობზევე მას უკვე მესამე 9-იანით. თავად იყო 2 აუტიანი ხელის მფლობელი და ახლა მისი მეტოქე არის 2 აუტი სამარა. ნახოთ კოლონიას გაუმართლებს თუ არა და ამოვა თუ არა მეფე. სხვა არაფრის შანსი არ არის უკვე. ფლეში, სტრეიტი, გამორიცხულია ყველაფერი. 2-2 მეფე არის მისი აუტი ხო დარჩენილი. მე მგონია გერმანია, კანადა იქნება სამეული, 2 კანადელი, 1 გერმანელის წინააღმდეგ. და ესეც არის 4-იანი გაწყვილდა, კოლონიასი დაგვემშვიდობა, მე-4 ადგილზე გავიდა. ფედორ ჰოლცი კი ამ ბანკის მოგების შემდეგ ჩიპებს რაოდენობით მეორე ადგილზე გადავა, მხოლოდ სემ გრინუდი იქნება მასზე წინ, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩიპ ლიდერობას. ნახოთ როგორ გამითარდება მოვლენები. კოლონიასი 468,000-ის 3 კარგი მოთამაშე დარჩა. და ისინი გაარკვევენ ახლა უძლიერესის ტიტულს და 1,300,000 ზე მეტი ევროს ფლობელიც მინდა. ხო, ანუ ფინალურ მაგიდა რო დაიწყო 7 მოთამაშეს გულისხმობ, საიდელი რო გამოვაკლოთ. ეს 3 მოთამაშე ალბათ თავის მიღწევებითაც საუკეთესო არის, ვინც ამ მაგიდასთან თამაშობდა. ისევ და ისევ 7 მოთამაშეს გულისხმობდა, არა ტოპ 9, სადაც ნუ ერიკ საიდელზე დიდი ჯერაც ჰოლცი არ არის. ბლაინდები კი 60,000, 120,000-ია, 20,000 ანტეთი. და აბა ნახოთ დარჩენილი 3 მოთამაშე. აქ რაღაცებს ხუმრობენ, ისევ და ისევ თავარი თემა სალაპარაკო არის ჰოლცის ეს აპსვინგი, რომელიც მთელი 1 წელი რომელიც ახლა 2 მეფით გამოიხატება პატარა ბლაინდის პოზიციას. ხო და ეხლა თავარი ხო ისაა რომ როცა შენ 2 მეფე ყავს, მეტოქესაც რაღაც ისეთი კარტი ყავდეს, აი ტუზუალეტი მაგალითად დიდ ბლაინდზე. შეგახსენებთ 3 მოთამაშეა დარჩენილი, ამიტომ ესეთი საკმაოდ ძლიერი დატაკება ხდება ახლა. რეიზია, მეტი რა უნდა დიდი ბლაინდის პოზიციიდან ახლა.
როცა კარტი იცი ხოლმე მოთამაშე სულ მგონია რომ მე იოლად კითხულობ სახეზე რა ხდება. თუ არ ვწდები ხოლცმა ლიმპი გააკეთა ორი მეფით, კი, ხოლი იყო პატარა ბლაინდიდან, რეიზი და ეხა ჰოლცი. და ეხლა ნახოთ რა შედეგი მიიღო. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეფექტური გამოუვიდა ეს. თან რთულია გამოიცნო ეს მეფე. ყველაფერი შეიძლება. ამ წუთში 5 მილიონი ჩიბზე მეტი ყავს ადამს და 8-ზე ცოტა ნახოთ მეტი რა სიზავს. ერთადერთი უპირატესობა მისი რაც არის ახლა ეს არის მხოლოდ პოზიციის პოზიცია და რას აპირებს ხოლით და ნუ ჩემთვის ცოტა საეჭო გადაწყვეტილება მაგრამ ნახოთ ანუ თლიანად ბორცს მიენდო ესე გამოდის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეთი ელფერი დაკრავს ამ ყველაფერს ხრიანი 10-იანი ორი გულით ნუ ბეკდორის შანსები ადამს ანუ კიდევ ერთხელ მარტო ის რომ მას პოზიცია ექნებოდა ამ გათამაშებაში არის ერთადერთი ახსნა მისი ქოლის იმიტომ რომ სხვანაირად ან უნდა დაეყარა ან კიდევ ერთი გათამაშება დაეკეთებინა არა ვერაფერს ვერ გააკეთებს რა უნდა გააკეთოს ამაშია საქმე რა უნდა რა ბორდი იყო რომელთაც მას შეეძლო თქვა ახლა ჩიპ ლიდერთან გაეგზელებინა თამაში ნუ არ ჩიპ ლიდერი არ არის მაგრამ ნუ მასზე მეტი მეორე ჩიპია ხო მასზე მეტი ხო ანუ რა თქმა უნდა და ეხლა დაღარაც მოუწევს ამ ტუზვალეტის რა ანუ არასწორი ქოლი იყო ან იქვეყრი ან აკეთებ რაღაც მუვს ბოლინი იქნება თუ კიდე ერთი რეიზი მის გადასაწყვეტი იყო შვენიერი ბანკი მოიგო ჰოლცმა და ნუ ადამსი თავად ხვდება რომ კარგად და სწორად არის თამაშა მაგრამ მაინც აინტერესებს რითი რამ გამოსტყოს რამე მაგრამ ანუ ხრიანებზე დაგაყენეო შენ მაგრამ ადამიანმა მანამდე თქვა სწორად რომ მე ჩემი აზრით მეფეები ყავდაო და ესე სწორად თუ კი წაიკითხა ეს ყველაფერი რაღა ქოლს აკეთებდა იქ Queens აი თუ შენ გონია რომ ის ყავდაო ქალი მყავდაო მაშინ რატო ითამაშე ესე როგორც ითამაშეო ქალი რაღაცით ეგონა როგორც ჩანს მეტოქესთან ნუ თავიდან მეფეები თქვა მაგრამ ეხლა პატარა პოზიციიდან გრინვუდი აკეთებს კოლს მაგრამ ერთი ფერის მეფე ქალით არ აპირებს ხო რა თქმა უნდა ჩეკით არ მეიღო უბრალოდ გრინვუდიც ერთი ფერისა 4-ან 3-ან ყვავი და ალბათ კოლს გააკეთებს მაგრამ ერთი ეგაა რომ მე უპოზიციოთაა და მე მგონი არ არის მსლა ჭკვიანური სათამაშო ჭკვიანური სათამაშო ძალიან რთული გასათამაშებელია თორე 11 მილიონი 8 მილიონის წინააღმდეგ მე ხა ჩიპების დაახლოებით რაოდენობას გეუბნებით მაგრამ მესამე ბეტი ხო აი ეს ამ თამაშს ლოგიკა აქვს და მე მგონი რომ სწორია ხო ხო აქ კოლი პოზიციის გარეშე 4-ან 3-ან ძალიან არის კოლდა არასწორი თამაში მგონია მაგრამ ეხლა უკვე არის გადასაწყვეტი ხოლცის რას გააკეთებს ის. ნახოთ. იქ რომ რამდენად სწორად წაიკითხავს გრინუდის ხელს აქ. არ ამგონია. უბრალოდ ქოლს აპირებს, ხოლცი ნუ რადგან პოზიცია აქვს მას. მხოლოდ ქოლით ჩვენ დაახლოებით იგივე სიტუაციას უყურებთ, რაც წინა გათამაშებაში იყო, ოღონდ სხვა სიძლიერიც რა თქმა უნდა. კარტებით, მაგრამ მდგომარეობა თითქმის იგივეა, ანუ რასიც იგივეა, ხო, ორი ცხრიანი. საინტერესოა თქო თუ გააკეთებს ახლა გრინვუდი ბეტს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლცით და გრინვუდი რა თქმა უნდა გააკეთებს ამ ბეტს ისე იმ ხელის შემდეგ ძალიან კარგი საყურებელია ეს ხელი თუ რა თქმა უნდა განსხვავებულად განვითარდა რომ დავინახოთ კონტრასტი როგორც სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავათამაშოთ დაახლოებით ერთნაირი სიძლიერის ხელი ტუზვალეტი და მეფე ქალი დაახლოებით ერთი სიძლიერის ხელია რა თქმა უნდა ტუზვალეტშობია მაგრამ ერთფერშია ის და სადღაც რანჟირებაში ერთად მოიხსენება ხოლმე. ნახოთ აქ კოლი მხოლოდ საინტერესოა რა აქ ჩაფიქრებული ჰოლც. კოლი აქ საინტერესოა. აი ხომ ნებისმიერი შემდეგი გაჩეკვა გრინვუდის ეს არის მხოლოდ აღიარება ასე თქვათ კაპიტულაციას უნდა ნიშნავდეს ჩემი აზრით. ხო, მგონი შეიძლება იყოს მგონი დანებდა და ჰოლცი ალბათ გამოიყენებს ამ ყველაფერს. ეხა აქ რატო უნდა გაჩეკოს, ხო? არანაირი მიზეზი არ აქვს იმისა, რომ გაჩეკოს, გავაპირიქით და აქვე წამოიღებს იმ ბანკს, რომელიც წესი დარიგით მისი არ უნდა იყოს.
როცა მაგრამ ეს არის დომინაციის ანუ ფსიქოლოგიურადაც ძალიან საკმაოდ ძლიერი არის. ხოლმე ეს ეთყობა. ბეტი როგორი კარგია 875,000. ისე წყნარი რო აი გადამიხადე, იმიტომ რომ ხო ნუ მეტი რა ვთქვა. 5 მილიონიან ბანკში გააკეთა როგორი პატარა ბეტი თერმზე. შვენიერ, აი. ერე იძახონ უმართლებსო ამ კაცს. კი, ძალიან წყნარად კარგად ნათამაშები, ხელი. და გრინუდმა თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი თუ გრინუდი ხდება რომ ჰოლცს შეიძლება და არ ყავდა ეხლა გამართული ხელი მისი ჩიპებიდან გამომდინარე რაც მას ჰქონდა დარჩენილი ანუ რა ეხლა შემდეგი იყო ეხლა კოლით ვეღარღებულობდა უკვე ხო ანუ რაღაცა ძალიან რთულ თამაში შედიოდა და უბრალოდ გადაარჩინა დარჩენილი საკუთარი ხო ანუ დანებდა პირდაპირ და ითამაშა თქვა შემდეგზე გადაერთო იმიტომაც იყო თუ დააკვირდი როდესაც გრინუდმა გაჩეკა და ჰოლცი ამ შევიდა ჩიპების რაოდენობა ძალიან სწრაფადვე ხელი მაქისკენ წაიღო ჰოლცმა იმიტომ რომ უკვე ხვდებოდა რომ გრინუდის დაყრიდა აქ ჰოლცი საუბრობს იმაზე როგორ გახდა წარმატებული მოთამაშე ჰოლცმა როდესაც გადაწყვეტა ამ დროს ის 22 წლისაა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წელს როგორ ამბობ ეხლა ნუ მაქსიმუმ 23 იყოს ხო ეხლა 23 ხო ეხლა 23 ალბათ და მოკლედ თამაში როდესაც დაიწყო ონლაინ პოკერის პირველ წელს იყო წამგებიანი მოთამაში საერთოდ ანუ წაგებაში დაასრულა წელი შემდეგ ცოცხალ ტურნირებში გადაერთო დაიწყო თამაში 2015 წელს 9 მილიონამდე მოიგო და 16-ის იანვრიდან მოყოლებული ერთ წელში ნუ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ეს ზღაპრული თანხა 16 მილიონი არის რამდენად ზუსტი არის ეს ინფორმაცია ანუ ამას გასარკვევი გვაქვს ჩვენ უკვე card players მაგრამ მისი ერთ-ერთი განცხადება იყო სადაც ის ლაპარაკობდა იმაზე რომ უნდა თამაშის შეწყვეტა და ცოტა ხანი გადართვა ანუ ამ ტურნირზე უკვე ის როდესაც ჩასული იყო ამ ტურნირზე უკვე პენსიონერის სტატუსით ჭყალებში იყო ჩასული პენსიაზე გასული ადამიანის რომელმაც ზუსტად ამ ღონისძიების წინ მოიგო 110,000-იანი ვანდროფი თავის სამაჯური და თქვა რომ მორჩა პოკერიდან მივდივარო მაგრამ ძალიან მალევე აგერ ბარსელონაში ჩავიდა და ეხა ნახოთ მოიგებს თუ რას იზავს მაგრამ ფაქტია რომ თამაშობს მას შემდეგ რაც ეს წელი დასრულდა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა რომ ეხლა პოკერსო ცოტა ისევ თამაშობ. გაცხადება მახსოვს ეთქობა. ითამაშა წელს უკვე რამდენჯერმე ითამაშა. კი, სულ თამაშობს. ოღონდ ამბობს რომ ეხლა თამაშობს როგორც არაპროფესიონალი მოთამაშე. ვისთვის რა შეიძლება ემზადება რისთვის, იცი? დიდი ვანდროფი რო იქნება მილიონიანი, აი მანდ უნდა თამაში, იქ ხო პროფესიონალებს არ თამაშობენ. შევხედოთ მისი ჩიპების რაოდენობა, რომელიც აღემატება ორი დანარჩენი მოთამაშის შეჯამებულ ჩიპების რაოდენობას, ამიტომ ის უკვე ბატონის პოზიციიდან ბალეტშვიდიანი ჯვრით წყნარად აკეთებს. რეის და ეხლა ნახოთ მისი თვალეთ უყურებთ, ანუ ჩვენ ვიცით მისი კარტი, მაგრამ არ ვიცით მისი მოწენა ამდეგის. გრინუდი იცავს blinds და ნახოთ 5 მილიონ 530,000 გრინუდს და ფედორ ჰოლცს ხედავთ 14 მილიონი ჩიპი აქვს. 7-იანი კი ამოვიდა ჰოლცისთვის, მაგრამ არც ისე უსაფრთხო ბორდი არის, ასე ვთქვა. ხო, მაგრამ ხო ვალეთ 7-იანისთვის ძალიანაც კარგი არის. ეხლა კიდევ უკეთესი, თუმცა გარდა იმისა, რომ ფლეშ დრო გასდა, დახურული არის თელი რეგისტრიტებისა. და არ ვიცი რაღაცა. ხო, ნუ ჩეკი რა, მინიმუმ თამაშობს ხოთა შორის. თუ წააგებს მინიმუმ წააგებს. 890,000 არის ახლა ბანკში. არ არსებობს ჩემი აზრით აქ რომ გრინუდმა გაჩეკოს, არ შეიძლება ეგეთი კარტი ხელში ყავდეს, აქ რა ჩეკავს არ ვიცი. ანუ თუ თქვა ყავს მას რაღაცა სტრიტი დახურული, ანუ თქვა ყავდა ცხრიანი რაღაცით. მე ფიქრობ რომ ეგეც არ უნდა გაჩეკოს აქ. არ ვიცი, მე ეგრე არ გავჩეკავდი ყოველ შემთხვევაში. და ფაქტიურად გაიმეორა, ან თითქმის ბანკის ოდნავ ნაკლები ბეტი გააკეთა და აქ ჩემი აზრით წინ ხარო შენ რას ფიქრობ სემ ამაზე მედი საუბარი რომ ნორმალურად ამ დროს სემი გასულია მომსახურების ზონიდან ხო აქ ჰოლცი მარტო ბლევს უგებს მეტი აფერს არ უგებს საერთოდ და იცის რომ აქ თუ გადაიხადა გადაიხადა და ნუ ნახოთ აბა სტრეტი დაუხურია არის სტრეტი მას დახურული ყოლია ჯერ კიდე ფლოპზე და ამ შემთხვევაშიც ესეც კიდე ერთი პლუსი გრინუდის მაქსიმალური value ამოიღო მაქსიმალური ფასი ხო ნუ თენზე არ გავიდა მაგრამ თენზე რო გასულიყო ალბათ იქ არ ვიცი თენზეც გადაუხდი და ჰოლცი და მე რივერზეც ანუ ან თენზე გადაუხდი თენზე ამხელა ბეტის ვერ გააკეთებდა მოდი აქედან დავიწყოთ კი მართალია როგორც იქნა რაღაც ჰოლცს რაღაც გათამაშება მოუგეს თავარი ეს არა ამით ერთ-ერთი ის
გავიგეთ კიდე ერთხელ რომ გრინვუდ კაი მოთამაშეა, მასე შეუძლია კარგად თამაში და ჰოლციც ადამიანი ყოფილა. აქ მე მგონი აქ ადამსი არა აქვს პატარა სტეკი, ხო 5 მილიონიანი სტეკია. არა, მაგრამ ოლინი გამოაცხადა 5 მილიონით. ორა თურამია ერთმანეთთან წააგებდა. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კლასიკური კოინფლიქტი ორიანებისა და ერთი ფერის მეფე ტუზი. თურამია კანადელები ერთმანეთთან წააგებენ და მე გერმანელს ის დაუპირისპირდება. ნახოთ ახლა ადამსი თუ გავარდა დარჩება გრინვუდი საკმაოდ კარგი სტეკით თან. ჰოლცის წინააღმდეგ. აქ მეფე ამოვიდა და მე მგონი ადამსი უნდა დაგვიმშვიდობოს. ხოლოდ ორიანები არის მისი შველელი. სამაგეროთ აქედან გამომდინარე ჩვენ ხვდებით რომ გრინვუდ სადღაც 10 მილიონზე მეტი შეყოლება უკვე. კი, კარგად იქნება, ანუ საინტერესო ჰედზაპი გველოდება, ფინალური ჰედზაპი. და ბოლო კარტი ნახოთ იქნება თუ არა ეს ორიანი და არა ორიანი არ არის სემ გრინვუდი ფედორ ჰოლცის წინააღმდეგ აქ მნიშვნელოვანია საინტერესო უფრო სწორედ ის გაიყოფენ თუ აი გრინვუდის მაგერ შუაში თუმცა არ ვიცი რატო გადაწყვეტა ტიმოთე ადამსმა ახლა აი ამ თუჩში ოლინი ხო ანუ 400,000 ორიანებთან აი ორიანებთან 5 მილიონი ჩიპი ქონდა 6 მილიონი გრინვუდს ისე ხო არ იყო რომ მაინც მე მგონია რომ ერთმან კანადელმა მეორეს კეთილი საქმე გაუკეთა უბრალოდ არ გამოურიცხა რომ ერთმანეთი გადაზმეული ქონდათ ესამე ადგილი ჩაუსხა ჩიპები როგორც ამბობენ ხო ნუ ხო ვერასოდეს ვერ მოედავება ორიანები ანუ მე სისულელე მგონია დიდი ბლაინდიდან ორიანების გაფუშვა მით უმეტეს მაშინ როცა სამი მოთამაშე თამაშობს და ძალიან ბევრმა კარტმა შეიძლება გიპასუხოს იქიდან არ ვიცი ტუზ რვიანითაც შეიძლება ეპასუხა გრინვუდს არა ტუზ რვიანით არ მგონია რომ ეპასუხა მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ ალბათ ის ფიქრობდა რომ ბევრ კარტს დააყრებინებდა მოწინააღმდეგეს თუმცა არა ისე ძლიერს როგორც არ ვიცი შეიძლება კი რა თქმა უნდა ეს ახლა ნახევრად ხუმრობით ვამბობ რა სისულელეა პირველ რიგში უდიდესი პროფესიონალები არიან და შემდეგ მოდის ისო კანადელები არიან საერთოდ არ აინტერესებთ მაგათ ერთმანეთის ეროვნება და ასე შემდეგ ვინ საიდან არის წარმოშობით ეგრე ნახევარი გერმანია ჩადის ხოლმე ყველა რო ერთად თამაშობდეს არა მოგებაც არ დარჩებათ ერთმანეთს საერთოდ ნახოთ აბა ჰოლცი შეძლებს თუ არა მე-6 თუ მე-7 ჰაიროლერის მოგებას 2016 წელს შეძლო თუ არა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ამ თავისაკუთარ მიზანს ეს არის ფინალური ხელის თავარია ძალიან კარგი ღირსეული მეტოქეა ყავს მას სემ გრინვუდის სახით არ არის რაღაც ისეთი საშუალო დონის მოთამაშე ან ისეთი მოთამაშე რომლისთვისაც უცხო ხილია ზოგადად ფინალურ მაგიდაზე თამაში ხო არ გაიყვეს სხვათაშორის ფული ეგაა კიდე მთავარი თამაშის დაწყების წინ დაახლოებით თანაბარი სტეკები ქონდა და უარი განაცხადეს ფულის გაყოფაზე ანუ ესე ვითამაშოთო პირველმა 1,300,000 წაიღოს და მეორემ 900,000-ია ნახოთ საინტერესო ისე რომლის იდეა შვიდიანი ქალი შვიდიანი აი ოდნავ წინაა ჰოლცის სტეკით ოდნავ წინ ანუ ერთი დიდი ბანკის მოგებაზეა ყველაფერი დამოკიდებული დომინირებულია ჰოლცის ხელი აი შვიდიანის ამოსვლა კიდე უფრო გაართულა హోల్ცის საქმე აი კარგად საინტერესო გაუჩეკა კიდევ ერთხელ გავარის საინტერესოა ძალიან რთულია ხო წარმოიდგინე რომ 3-7-იანი არის ხო რა თქმა უნდა ჰედზაპში ერთ დარიგებაში უცბად აი ფლოპის შემდეგ ჰედზაპში ხო ამას გულისხმობს სწორედ მაგრამ ჰოლცი აკეთებს ბეტს და გრინვუდისგან ახლა მაინც არც იმაზე არ ფიქრობ რომ მაინც რა თქვა აგურის ფლეში უნდა ყავდეს ჰედზაპი ცალკე კატეგორიაა თამაშის როგორც მოგიხსენება ნიკა და ცალკე სკილებს ცალკე გამოცდილებას მოითხოვს რეიზი გრინვუდისგან მშვენიერი რეიზი მაქსიმუმს იღებს ამ 7-იანისგან მაქსიმუმს იღებს 7-იანისგან და იგებს კიდე იმას რა ეთამაშება რა უკოლავს ტუზი ვის აშინებს ახლა ტუზი რომელიც საერთოდ ყოველთვის ვიღაცას აშინებს ხოლმე ალბათ უფრო გრინვუდს კიდევ ერთი ჩეკი რეიზ ალბათ აქ ხოლმე თავადაც გაჩეკავს ხა რა უნაქნას რეიზი იქით გააკეთა და ნუ აი ნუ ხო ეს ცუდია კიდე რას ჩვენ უყურებთ აი კიდე იღბალი მეორე გახსოვს რაღაც ხრიანების ამბავი მეფეებთან ხო ნუ აქ ეს იღბალია კი ნამდვილად ახლა რა იზავს 4,600,000-იან ბანკში
ნახევარ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე არის გრინვუდი. ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშეა გრინვუდი აქ. ტუზმა შეცვალა თუ არა, ხრიანზე ალბათ არ ფიქრობს, რა თქმა უნდა, ტუზი იყო თუ არა, რაიმეს ცulis თუ არა მისთვის. თან რერეიზე კოლი იყო ფლოპზე. დაინტერესოა რა ტრიალებს ხა გრინვუდის თავში, რას ფიქრობს და მე მგონი რომ კოლისთვის ემზადება. აი მერჩინა დაეყარა და არ ენახა ეს კარტი, იმიტომ რომ აი განადგურებს ალბათ ემოციურად, ფსიქოლოგიურად რივერზე არაფრიდან ამოსული ცხრიანით, როდესაც აგებ ამ გათამაშებას. აშკარად ეთყობა მეფე შვიდიანი ყავდა, ნუ დაახლოებით. ხო, იგივე არის. მნიშვნელობა არა, ქალი შვიდიანი იქნება თუ მეფე შვიდიანი, ზუსტად გამოიცნო ჰოლცმა. უკეთესი შვიდიანი. ხო, ანუ შვიდიანი და ტუზი არ გაუჩეკავდა, ეგ რა თქმა უნდა და ამიტომაც ჩამოვიდა დაბლა და მეორე რაც იყო შვიდიანი. მეორე კიკერი ის დაუყენა. ძალიან გულდასაწყვეტი ბანკი წააგო გრინვუდმა, თუმცა ნახოთ იმედია სწრაფად არ ჩამოყრის ის ყურებს და მეტიც შეძლებს უკან თამაში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობა არა ჩიპებში უკვე. 5ჯერ მეტი ჩიპი. ხო, რაღაც გათამაშებები გამოგვატოვებინეს და უკვე არის ისე, რომ გრინვუდს აქვს 5 მილიონამდე და დანარჩენი მთლიანად ჰოლცისა. კალი 4-იანი გაჩეკა, კოლი აუკეთებია გრინვუდს, ხოლო ჩეკით ღებულობს კალი 4-იანი. პოზიცია გრინვუდისაა და ნახოთ ფლოპზე რა ხდება. 8-იანი, 7-იანი, 5-იანი. თუმცა 3 გული, როგორც ხედავდა ხოლცი, აქაც ფლეში დახურა და კი უნდა მოიგოს. კალი 4-იანი ძალიან უკან უნდა იყოს, მაგრამ ფლეშ დრო ცვლის მნიშვნელოვნად სიტუაციას. ნუ 300,000 ღირს. კალში გადახდა მინიმუმ კოლს გულისხმობ. ამის გარდა კიდე გაჩოტიც არის თავისთავად, იმიტომ რომ თქვა 6-იანი მას ტრიცაც უკეთებს ყვევიდან, მაგრამ ნახოთ როგორ გაგრძელდება ახლა ეს გათამაშება. ხოლოდ კოლი გააკეთა, თერნი შეცვლის თუ არა, რამეს ნახოთ, აი კიდევ ერთხელ ჩანს აქ გრინვუდისმა და ჩაყოლებაზე მეგობრებია. ან შეიძლება მამაც იყოს არ გამორჩევა. აი სტრიტი გრინვუდმა დახურა აქ. ნახოთ, ჩეკი. ჰოლცმა სტრიტი დახურა. ორივე სტრიტია დახურული. კი. უი, მე არ შემიჩნევია, რომ გაჩოტი ყავს თქო, მაგიგითხარი ხოლც, ან 6-იანით მან დახურა ახლა ეს თავის ქვედა სტრიტი. ქვედა სტრიტი და რას მოსულობა 600,000. Now obviously when Fedor calls here. საინტერესო ხელი არის. ძალიან ძლიერი ხელი ყავს ერთი შეხედვით ხოლც, ხო? ანუ კიდე ერთხელ flash draw. და დახურული სტრიტი. დახურული უკვე სტრიტი. კოლი და ნახოთ რა იქნება რივერზე, ნუ უდასაწყვეტია უბრალოდ გრინვუდს რაც მოსდის ზედზედორი გათამაშება, რომელსაც უყურებთ. რივერზე აგებს ყველაფერს ისე რომ ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მანამდე არასწორად ითამაშა რამე. ხო, ხშირად ვიღაცა იტყვის რომ რატომ მიიყვანა აქამდე საქმე. როგორ არ უნდა ეხა ვოლინს მაგრამ მეორე მხრივ ხო, მეორე მხრივ გადის ბეც და უხდის ადამიანი და მასაც ხო, ანუ ხოლმეც აქ საინტერესო ხელი ყავს. ხოლმე თვითონ აკეთებს როგორც ხედავ. ხო, თვითონ 6-იან გულზე ხდება გრინვუდი, რომ აქ ხო, იქ რა თქმა უნდა კოლი გააკეთა, მაგრამ კოლის გაკეთებამდე ისე ამოისმენთ, რომ უკვე იცოდა, რომ წაგებული იყო ეს ხელი და ნუ ადამიანი ფსიქოლოგიურად ანადგურებს პირველ რიგში აქ ხოლცი ისე რომ თავად უნდა არ უნდაზე არ არის. თავისით ხდება ეს ყველაფერი რივერზე, სრულდება ყველაფერი საშინლად. ხედავთ უკვე ძალიან დიდი სხვაობაა ჩიპებში გრინვუდი 3 მილიონზე ცოტა მეტი და ხოლცი 22 მილიონი. ხო, გრინვუდი რაღაცა უცბად არ გაორმაგდა პირველ რიგში და მე უკვე კიდე ერთხელ მაშინ. ხო, ეხავე ჭირდება თან, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი არის. 6-იან 5-იანი აი ამითაც შეიძლება ოლინის გაკეთება და მე მგონი სწორედ ამას ფიქრობს კიდევაც გრინვუდი. ნახოთ აბა ყავს თუ არა საპასუხო ხელი? რა უნდა ყავდეს რომ არ უპასუხო. ნუ, ყველაფერი გასაგები არის. ტუზ მეფე დიდ ბლაინდზე, როცა ოლინს გეუნება მეტოქე, აი, მეტი ეხა ტუზები ხო არ გიჭირება და ეს ქალები ან მეფეები. ნუ როგორც იტყვიან საპასუხოა კონფლიქტის. ხალე კარტი ყავს გრინვუდს. კი. ორივე გულია, ორივე გულია. და ნუ გაჩოტი 8-იანის. აქ ხონოს გრინვუდი რომ რა კაია? სტრიტის შანსები მაქვსო და ხელები ისე გააკეთა. ხოლმე თავადაც ეცინება, როცა ესეთი აპსვინგი გაქვს, მეტნაკლებად ხვდები ადამიანი გრძნობა ალბათ რომ შანსი არ არის, თუნდაც ეს ხელი წააგო. 4-იანი, დამატებითი აუტები არის, იმიტომ რომ ქვედა სტრიტის შანსიც აქვს, კი.
აწვალებს, ჰოლცი აწვალებს, ხო დილერი ხო ის არაფერი შუაში, ჰოლცი უკეთებს მე მგონი თვითონ ამ მე მგონი რომ აქ ფედორ ჰოლცი მოახერხებს და კიდევ ერთი ჰაიროლერის გამარჯვებული გახდება. ესეც ხდება და ფედორ ჰოლცი თავისი 2016 წლის მონაგარს ზრდის, გაზარდა უფრო სწორედ და ჩვენ ახლა ვიხილეთ ეს ყველაფერი, რისკმა შეიძლება სემ გრინუდი ძალიან კარგი იყო. უბრალოდ არსებობს რაღაც ჰოლცი ვერერები ამ დროს. ხო, ცირე იღბალი არსებობს, სადაც რივერზე რაც უნდა სწორად ითამაშო, თუ ამოდის და შენი მეტოქე ნაცხურავს, იქ ვერაფერს ვერ ისა. მაგრამ კიდე ერთხელ ყველას გასაგონად ეს არ არის იღბალი, ეს არ არის ასე თქვა რაღაცა მხოლოდ აპსვინგის ჩვენ ხომ მხოლოდ ის ნაწილი ხო, ჩვენ ნახეთ რამოდენიმე ხელი რაღაც ისეთი ხელები ეს იყო ძალიან რთული ტურნირი, ძალიან ძლიერი მოთამაშეებს და არა მარტო ეს ტურნირი, არამედ ყველა ის დანარჩენი, რომელიც ჰოლცმა მოიგო იმ წლის განმავლობაში. ეს კიდე ერთი დიდი გამარჯვება იყო მისი, რომელმაც მას 1,300,000 euро მოუტანა. საკმაოდ კარგი თანხა, რომელიც შეემატა ფედორ ჰოლცის ძალიან დიდ და კარგ მონაგარს. საინტერესოა რა სიზავს ფედორ ჰოლცი წელს. ჯერჯერობით წელი თლად ისე კარგად ვერ დაიწყო. ჰოლცივით ძალიან კარგად წელს სეზონი დაიწყო დენიელ კოლმენმა და ვნახოთ რა სიზავს კოლმენი, რომელმაც უკვე ორ თვეში შეძლო $1,500,000 მოგება. $600,000 მოგება, დაახლოებით ეგრე დაიწყო ჰოლცმა. ნახოთ ვინ მიიღებს მისგან ამ გამოწვევას და ჩვენ შევეცდებით რომ ყველაფერი რაც საინტერესო მოხდება პოკერის გარშემო მოგაწოდოთ. ჯერ მოგიყვეთ, შემდეგ გაჩვენოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახატლობა. კარგად. Your EPT 13 Barcelona Super High Roller Champion. It was a nice experience. Really enjoyed it. It was awesome. Fedor Holtz. I should not fight against it. I give up. Maybe this year? Mine. Molly. I don't think I did anything specifically crazy today, but I trusted my instinct a little more than I normally do. Definitely got bluffed there. Fedor bluffed me. You're not supposed to be able to have a hand like King 8 suited when I have 8. I put you on 9s. Winning an event like this is obviously unbelievable to some extent. Playing the final boss now, is that how it works? I think the only thing I can do is just enjoy the moment and be with my friends and just celebrate it.